კომუნიკატორი კვლავ ეთერშია, ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი მეორე სტუმარი მარკეტერჯის დამფუძნებელი აკო ახალაია, ვსაუბრობთ მარკეტინგულ პროექტზე, რომელსაც ქვია Spotlight. დიდი მადლობა და სალამი. სალამი და პირიქით თქვენ დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით და მოგვიწვიეთ და საკმაოდ საინტერესო თემა და მე მაინტერესებს საიდან დაიწყო ჩამოყალიბდა ეს იდეა და როდის გაგიჩნდათ ინტერესი და ამ იდეის განხორციელების იდეა. დიახ, ჩვენ 5 წლის წინ დავაფუძნეთ ჟურნალი, ინტერნეტ ჟურნალი, რომელიც უკვე ბევრმა იცის და ინტერნეტ ჟურნალიდან დაფუძნეს 1 წლის შემდეგ გაგვიჩნდა ასეთი სურვილი, რომ კი ინტერნეტში კი ვარსებობთ ეს მარკეტერები, სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან იმ ყველაფერს, რასაც ნებისმიერ ადამიანი ქუჩაში ნახულობს. ეს არის ბილბორდზე რეკლამა, სატელევიზიო რეკლამა და არა მარტო ეს, ბევრ სასიკეთო საქმეს. და მე გადავწყვიტეთ, რომ მოდი იცი რა ვქნათ, რომ მარტო ინტერნეტში კი არ არსებობდეს ეს საზოგადოება, მოდი შევიკრიბოთ. ჩვენი შეკრების მიზანი თავიდან იყო, რომ უბრალოდ ჩვენ შევკრებილ ვიყავით ერთმანეთისთვის მაინც გვეთქვა, რომ ვარსებობთ ფიზიკურადაც თურმე. აღმოჩნდა ისე, რომ პირველივე ივენტზე, რომელიც 2013 წელს ჩავატარეთ, 4000 კაცი დარეგისტრირდა, ამას ახლა ვერცერთი დარბაზი ვერ დაიტევდა. და მე მივხვდით, რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ეს ჩვენ მგონია. და ამიტომ მე გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება ყოფილიყო ყოველწლიური. ძირითადი ხაზი ამ ღონისძიების არის, რომ რამაც ჩვენში გამოიწვია ჯერ აგრესია, მაგრამ ეს გადავზარდეთ ამ სიკეთეში, იყო რომ აქამდე სანამ ჩვენ ამ ღონისძიებას ჩავატარებდით, იყო რომ უცხოელი სპეციალისტი მათ შორის ჩვენც ჩამოყავდა და რაღაც ისე უდგებოდით თუ რომ უცხოელმა რაღაცა უცხოელმა რა, ის ზუსტად უცხომ რაღაცა უფრო მე გურუ ამ ყველაფერი იცის და ჩვენ რაღაცა მოსწავლეებისავით ვიჭექით. აღმოვაჩინეთ, რომ ეს ასე არ არის, თვალ რა თქმა უნდა, იმათაც რაღაცა იციან, მაგრამ ჩვენი ბაზრისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო მეტი იციან ადგილობრივმა პროფესიონალებმა. და ხშირად ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ტელევიზიაში არ ჩანან და ამიტომ ბევრი ადამიანი აღმოაჩინა ამ ჩვენმა პროექტმა, რასაც ქვია Spotlight. ესენი არიან სპიკერები, ხო? ესენი არიან სპიკერები, ხა ალბათ ბევრი მაყურებლისთვის უცხოა, ანუ საერთოდ შეიძლება ვერ მიხვდეთ ჯერ აზე ვსაუბრობთ. ჩვენ გავაკეთეთ ასეთი ღონისძიება, სადაც მარკეტინგის, ბიზნესის და რეკლამის სფეროში მოღვაწე ადამიანები გამოყვავს სცენაზე, როგორც რაღაც ძალიან პოპულარული ვარსკვლავები და ისინი 13 წუთის განმავლობაში დარბაზს და შემდეგ ეს ვიდეოსაც ვიღებთ და დევს ინტერნეტში Spotlight-ზე. 13 წუთის განმავლობაში ყვებიან თავის кейს, ანუ რა ქონდათ პრობლემა, როგორ გადაჭრეს, ან თავიანთ დაკვირვებას. აი მაგალითად მე მოვაწევ სარეკლამო სფეროში 10 წელია და ასე იყო და ასე შეიცვალა და ეს ყველაფერი რეალურად ხელს უწყობს ბიზნესის ამ სფეროზე საუბრის წამოწყებას, დისკუსიების წამოწყებას და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვიღაცას ეხმარება განვითარებაში. ეს სპიკერები რა პრინციპით ირჩევა, რამე კონკურსს გადიან, რამე კოლებას ეფუძნება თუ რა ყველაზე პოპულარული? კი, პირველ ღონისძიებაზე ჩვენ თავს მივენდეთ და რაღაც ახლოს ვიყავით რეალობასთან. თქვით რომ ჩვენ გვაქვს 1 წელი ამ ხალხს ვწერთ და ჩვენ უკეთ ვიცით ვინ დაინტერესებს დარბაზს. მას შემდეგ უკვე დავიწყეთ უფრო დემოკრატიული პრინციპი და ჩვენივე რესურსებით ვაიხდენთ გამოკითხვას და ვაწყდებით ესეთ შედეგს, რომ არის შემთხვევა, როდესაც ასახელებენ კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ უფრო ხშირია, როდესაც ასახელებენ ბრენდს. აი მაგალითად, წამყვანი ბანკი ან წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია აინტერესებს აქედან ვიღაცა, რომელიც რაიმე შიდა ისტორიას მოყვება, რასაც ისე არავინ არსად არ ყვება. და ამიტომ კონკრეტულ პროდუქცია ან რაღაც. და გვყავს 14 სპიკერი ყოველწლიურად, ვინაიდან უფრო მეტი უბრალოდ ძალიან დიდი ღონისძიება გამოდის და მე დაიღლება ყველა ამის მას. რაც შეეხება აუდიტორიას, ვის შეუძლია რომ დაესწროს? აქ ესეც ასევე შევცვალეთ, ადრე იყო რომ მოსაწვევებით ვიწევდით ნაწილს. წელს გადავწყვიტეთ, რომ ყველასთვის სამართლიანი რო იყოს ბილეთები გაიყიდება 1 აგვისტოს და ვინც შეძლებს ყიდვას შეძლებს. მე კიდე ეს ტრიბუნას მინდა გამოვიყენო და ბევრს უთხრა, რომ ყველა ნამდვილად ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ფიზიკურად ის სივრცეები რაც საქართველოში არის არ იტევს ამ ადამიანს და ეხლა ფილარმონიაში ჩასატარებელი ღონისძიება ეს არ არის. და ერთი იმით შემიძლია ყველა დავამშვიდო, რომ არის ჩვენ ვიღებთ ვიდეოს და ყველაფერს რაც იქ მოხდა ნახავს ვიდეოში უფასოდ. მეტი. სპიკერი ყოველ წელს არის ხო საუკეთესო სპიკერს ასახელებთ ხოლმე, ხო? ანუ როგორ ხდება მისი გავლა და რის მიხედვით სახელდება ის საუკეთესოდ, ეს არის თქვა გამოხატვის ორიგინალური ფორმა იქნება, შინაარსი ქცევა, მნიშვნელობა, ნოვაციურობას. აქამდე ჩვენ გვყავდა ესე იგი 3 საუკეთესო სპიკერი, ვერ გეტყვით დარბაზი ზუსტად დარბაზი ირჩევს, ამას აი ღონისძიება
მოგწდება რომ მორჩება დემოკრატია იქაც დარბაზი შემოხაზავს ამის ბიულეტენები არსებობს და ირჩევენ საუკეთესო სპიკერს ვერ გეტყვით რომ რაიმე კონკრეტულად აი სიტყვაზე ძალიან სასაცილოთი ან აირჩიეს ან ძალიან საინტერესოთი ან რაღაცა სხვა ნიშნით უბრალოდ დარბაზი რეალურად ყოველთვის ირჩევს ძალიან ძლიერს საუკეთესოს მაგრამ აქვე მინდა ვთქვა რომ ჩვენივე გამოცდილებით ძალიან ჭრელია გემოვნება ანუ ჩვენ გგონია რომ ვიღაცა სპიკერი თუ იყო ძალიან ცუდი გვხვდება ადამიანი რომელიც გვეუბნება რომ იმის გამოსვლამ მისი ცხოვრება შეცვალა და ხვალიდან აპირებს სამსახურში რაღაცა ცვლილებები განახორციელოს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ ამ სპიკერს დავარქვათ არა ზოგადად საუკეთესო და ამის იქით გამოსავალი არ არის, არამედ უფრო ვთქვათ რომ ეს არის ვინც დარბაზმა იმ კონკრეტულმა ადამიანმა 400-მა ადამიანმა თქვა რომ ესაა კარგი და არა რაღაცა რომ ამის იქით გზა არა გვაქვს. წლევანდელზე გადავიდეთ, ხო? გადავიდეთ წლევანდელზე, მაგრამ სანამ წლევანდელზე გადავალთ, კიდევ მინდა ვისაუბროთ Spotlight-ის კიდევ ერთ პროექტზე. ეს არის ბიბლიოთეკა, თემატური ბიბლიოთეკა და ძალიან მაინტერესებს, რომ ერთ-ორი სიტყვით გაგვაცნოთ. რას მოიცავს ჩვენ ყავს ერთი ძალიან კარგი მხარდამჭერი, არ ვიცი შეიძლება მის ასე კონკრეტულად დასახელება, მაგრამ ლიტერატურის მიმართულებით არის პაშაბანკი და მათ გააკეთეს, მათ ჩვენთან ერთად გადავწყვიტეთ ესეთი რამ, რომ საქართველოში რეალურად ლიტერატურის ნაკლებობა არის, ბიზნეს ლიტერატურას გულისხმობთ და ეს ბიზნეს ლიტერატურაც რო იცოდეთ, ყოველ წელს ახდება და ძალიან ძვირი იყოს, აი თითო წიგნი ღირს $100, $200 და ეს ბევრს არ შეუძლია. ქართულ თარგმანს გულისხმობთ. ქართულ თარგმანის ხო საერთოდ არ არის, მაგრამ უცხოურიც არ არის. უცხოურიც არ არის. ამიტომ თანამედროვეები არ არის, მაგალითად 15 წლის წინ რაც იყო სადღაც პოპულარული, ის კი არის, მაგრამ ეხლა ეს ჩამორჩენილია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად ეს ჩვენი მხარდაჭერის წყალობით შემოვიტანეთ 100-მდე წიგნი პირველ ეტაპზე, ეხლა წელს ისევ ვაპირებთ რომ დავამატოთ. შევიტანეთ მედიათეკაში და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს მედიათეკის წევრი თუ არის, გამოიტანს ამ წიგნს და რაც ჩემთვის ყველაზე სასიხარულო არის, რომ დღემდე არ წყდება წერილები ადამიანების, რომლებიც მადლობას გვიხდიან, რომ აი ეს წიგნი მე რაღაცა უცნების წყაროდ მქონდა და მე ძალიან სკეპტიკურად უყურებდი, იმიტომ რომ მეგონა რომ ეხლა წიგნზე ვინმევა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეხლა ბოლოს სტატისტიკით 800-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა წიგნები, რაც რეალურად რო ვთქვათ, აი ხო ის ხო არ არის ეს რაღაც მხოლოდ ლიტერატურა და რაღაც წაიკითხა. ეს არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხვალ გვეყოლება უკეთესი დიზაინერი, უკეთესი მარკეტერი, უკეთესი რეკლამის გამკეთებელი და ეს ყველაფერი რეალურად ქვეყნის ყოველდღიურობაშიც გამოიხატება, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან თუ ამათმა განათლება არ მიიღეს, ისე არაფერი არ შეიცვლება. გადავიდეთ წლევანდელზე. შეიძლება? გადავიდეთ, ეხლა შეიძლება. როგორც ვიცი, წელს გარდა ის ტრადიციული ორი მიმართულებისა, რეკლამის და მარკეტინგის დაემატა კიდევ სამი ახალი მიმართულება, ხო? აი რომლებია ესენი და რატო აფართოვეთ? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პირველად უყვებით ახლა ამ ყველაფერს აუდიტორიას. ჩვენ მქონდა, ანუ პერიოდულად ვიღებთ ფიდბექს საზოგადოებისგან, აი რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ და გქონდა ეს პრობლემა, რომ მაგალითად აი ერთ სივრცეში გამოდიოდა დამწყები ბიზნესიც, მარკეტინგიც და რეკლამაც და მენეჯერიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ესენი დავყოთ, ამიტომ თემატურად შესაბამისად ის ძირითადი spotlight-ი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს იქნება მარკეტინგის და რეკლამის სპეციალისტებისთვის და კიდე სამი მიმართულება გვექნება. ერთი მიმართულება იქნება ვიზუალური და აუდიო ხელოვნება, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს უკვე საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან ცნობილ ბრენდებს უკეთებენ, ლოგოტიპებს, უკეთებენ აუდიო ლოგოებს, რაღაცა მუსიკალურ გაფორმებებს. გვინდა ეს ხალხი ვასაუბროთ. მეორე მიმართულება არის სტარტაპები, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ძალიან ბევრ სტარტაპზე ვწერთ და ვატყობთ, რომ ეს რეაქციას იწვევს ბევრში, ანუ ბევრ ადამიანს ჩდება კითხვა, რომ ნახე რა ადვილი ყოფილა სასტუმროს დაწყება, რაღაცა ხელნაკეთის გაკეთება და ბევრს მისცა ბიძგი, რომ საკუთარი ბიზნესი დაეწყო. ამიტომ გვინდა რომ ეს სტარტაპები, რომელსაც ძალიან კარგი ისტორიები აქვთ უკან, გამოვიყვანოთ და საჯაროდ ვასაუბროთ და მესამე მიმართულება არის მენეჯერები და მენეჯერებში ჩვენ გულისხმობთ, აი რომელიმე დიდი კომპანიის ან ტელევიზიის ან რაღაც სამთავრობო სტრუქტურის მენეჯერი პირებს თუ აი რომელ დონეზე ეს შეიძლება იყოს შუარგოლი ან პირველი პირი. ანუ ჩვენ არ გვინდა მობეზრებული სახეები. ჩვენ არ გვინდა ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ზღაპრულ ისტორიებს ყვებიან, როგორ გაყიდეს ხო ერთი ბოთლი და გახდნენ მილიონერები. ხო, ეს ცოტა ბურუსით მოცული ისტორიებია, ესენი არავის ინსპირაციას არ იწვევს, გარდა იმისა, რომ ვიღაცის თვალში ალბათ შეიძლება რაღაც ქულები იწერება. ჩვენ გვინდა რეალური ისტორიები. ჩვენ თან ეს პროექტი დაახლოებით დაწყებული გვაქვს მოკლევა და აღმოვაჩინეთ
იგივე ძალოვან სტруქტურით თავდაცვის სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც ანუ სიტყვაზე ასეულს მეთაურობს და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, როგორ ამოტივირებდა ადამიანებს სიტყვაზე ავღანეთში, ხო? და ის გამოცდილება, რაც იმან იქ მენეჯმენტში მიიღო, ეს შეიძლება თქვენ ხვალ ბიზნესში ან ტელევიზიაში გამოგადგეთ. ამიტომ და ეს ისტორიები რეალურად იკარგება და მაქსიმუმ იცის 50 ადამიანმა შეიძლება სადღაც სუფრაზე მოყვეს იმან. ამიტომ ეს გვინდა რომ უფრო ლამაზ ფორმატში იყოს, უფრო გადმოიცეს და ამ თემებზე ბევრი დისკუსია იყოს. და ნუ ხო წელს გვაქვს გარდა ამისა ახალი კონცეფცია და სლოგანი ეს დრო შენია და ახლა შენი დროა რაზეც კარგი ვიდეოც გავაკეთეთ და შეგვიძლია ვაჩვენოთ და თუ გინდა ვიდეო ნახოთ და მე გავხსნით რატო მივედით ადამიანის განწყობა ქცევა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ აღიქვამს ის დროს ზოგი წარსულში ჩარჩა, ზოგი აბსტრაქტულ მომავალში ცხოვრობს, ზოგი საერთოდ ვერ უგებს და საკუთარი გადაწყვეტილებით აჩერებს სიცოცხლეს, დროს. შეიძლება თვლიდე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს, ან დრო მოიტანს იმას, რასაც სინამდვილეში არავინ მოიტანს შენს გარდა. შენ ეს ზუსტად იცი. არა აქვს მნიშვნელობა, გელოდებიან თუ არა, აღიარებას ელოდები თუ არა. დაიღალე თუ არა. ფიქრობ რომ იქით გადაგკარგეს დრომაც და სხვებმაც თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა რა დროა ახლა, რადგან რა დროც არ უნდა იყოს ის შენია. ეს დრო შენია და ახლა შენი დროა. შეგიძლია შევაჯამოთ. კი, შევაჯამოთ, უცბად გეტყვით ამ ყველაფრის ისტორიას, ეს იყო ეს ტექსტი ჩემი რაღაცა სტატუსი, მე ჩვენი მეგობარი ზუკა ბერძენიშვილი დამეხმარა რომ ეს უფრო კარგი ტექსტი ყოფილიყო. შემდეგ მოვძებნეთ დავით ჯორჯოლაძე, რომელიც ჟორა ცნობილი მუსიკოსი ასევე. ჩავწერეთ ეს ვიდეო და ეს არ არის უბრალოდ ის რომ ეს დრო შენია და ეხლა შენი დროა და უბრალოდ იყო ესეთი პრობლემა რომ ჩვენ ბევრ ადამიანთან გვაქვს ბიზნესში და დასაქმებულ ადამიანთან ურთიერთობა და ბევრ ადამიანში აღმოვაჩინეთ რომ ბევრი უკმაყოფილოა თავისი სამსახურით. ზოგიერთი ჩარჩენილია ძალიან თავის წარსულში. ზოგი უბრალოდ მხოლოდ მომავალზე ფიქრობს და ეს ყველაფერი ხელს უშლის იმასში, რომ განვითარდეს, ანუ დღეს რო გააკეთოს. აი მაგალითად თქვენ რო თქვათ, რომ მე ამ გადაცემაში კი შემიძლია ეს გავაკეთო, მაგრამ აი დრო რო დადგება რაღაცა აბსტრაქტული მომავალი, ან ამაზე რო თქვათ. ან მთელი დღე რო იმაზე იწუწუნოთ, რომ ადრე კომუნიკატორი რა კარგი იყო. მოტივაციის ამბავია. და რეალურად ეხლა ჩვენ რასაც ვაპირებთ არის რომ მარტო ჩვენ ღონისძიება ჩავატარეთ და 400 კაცი შევიკრიბეთ და დავიშალეთ არ გვინდა რომ ამ პრობლემაზე ცნობადობა გავზარდოთ და რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას ფსიქოლოგიური პრობლემებიც. ანუ ბევრ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს დეპრესია, სტრესი, შფოთვები და ის თulis რომ ამ დროში მისი ადგილი არ არის. და ჩვენ ამ ყველაფრით გვინდა რომ მათ უბრალოდ შეუძახოთ, უბრალოდ ეს ეხა ერთი მესიჯია, რაღაც სხვა აქტივობებსაც ვაპირებთ, გვინდა რომ ცნობადობა გავზარდოთ ზოგადად ამ პრობლემის შესახებ, იმიტომ რომ აი ესეთი დემოტივირებული კადრი უბრალოდ რაღაც რიტუალივით დადის სამსახურში მოვიდა, თუ არავინ არ შეამჩნია ჩუმად იჯდება და ხო შუშის თვალები მიდის, არაფერს მომავალზე არ გეგმავს, ეხლა რაც შეუძლია არ აკეთებს და ამით უბრალოდ გვინდა რომ ეხლა ამ მესიჯით უთხრათ რომ ჩვენ რაც გვინდა ეხლა თუ არ გავაკეთეთ აზრი არ აქვს ანუ მომავალში რა იქნება არ ვიცით დღეს რაც შეგვიძლია ეს უნდა გავაკეთოთ და ჩვენს მაგიტომ თქვით ანუ ჩვენთვის რეალურად რესურსების მხრივ ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს ახლა ამ ხელაღონისძიებების ჩატარება მაგრამ თქვით რომ ეხლა ჩვენ ამის ჩატარება შეგვიძლია ამიტომ ჩვენ ეს უნდა ვქნათ და ვიღაცამ უნდა გააკეთოს კომუნიკატორი რასაც ძალიან კარგად აკეთებს მადლობა დიდი მადლობა 10 სექტემბერს გაიმართება ღონისძიება ბილეთები შეუძლიათ უკვე შეიძინოთ 1 აგვისტოს შეუძლიათ და ვინც ვერ შეიძენთ გთხოვთ ნუ გამოიყენებთ სატელეფონო ზარებს იმიტომ რომ უბრალოდ მე გვაქვს ესეთი უხერხული მდგომარეობა რომ ვიღაც უნდა ავაყენოთ და ვერ ავაყენებთ და უფასოდ იქნება ის ვიდეოებიც და გახსოვდეთ რომ ეს დრო თქვენია და ახლა თქვენი დიდი მადლობა ჩვენ ვესაუბრებოდით მარკეტინგის დამფუძნებელ აკო ახალაია ვსაუბრობდით პროექტზე Spotlight 2016-ზე და ჩვენ უნდა დავასრულოთ გადაცემა სამწუხაროდ გვინდოდა ჯაგერის კლიპის გაშვება ვინაიდან დღეს მისი დაბადების დღეა 73 წლის გახდა და მე შულს ელოდება აგერ 29 წლის ბალერინას გას რა ქნას მეტი მე ვერაფერზე და ასევე სოჭერს დღეს არის სტენლი კუბრიკის დაბადების დღე და ისეც ვერ მოვასწარი იმიტომ რომ ინტერნეტ სიახლეებში მქონდა ხვალ მე მგონი ჩვენ შეგვიძლია ჯაგერ ფარტი გავაკეთოთ კი ბატონო დიდი მადლობა აკოს ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით მარი დიდი მადლობა